დღეიდან სვანეთი უფრო ახლოს არის ვიდრე იყო. ახალი გზით ზუგდიდიდან მესტიაში ასასვლელად 4-ჯერ ნაკლები დროა საჭირო. 80 წლის წინ გაჭრილი გზა მხოლოდ ერთხელ კომუნისტურ პერიოდში შეკეთდა და მას მერე თითქმის განადგურებული იყო. დღეს კი მშენებლებმა ახალი გზის ბოლო მეტრები დააგეს. კურიერის გადამღებმა ჯგუფმა დღეს ახალ მარშრუტზე გაიარა და ნინო სამყურაშვილი მოგვიყვება თავის შთაბეჭდილებებს ახალ გზაზე. ზუგდიდიდან მესტიამდე ჩასვლა მართლაც არის კომფორტული, რადგანაც გზა არის მთლიანად თავიდან აშენებული და გზის უმეტესი ნაწილზე არის დაგებული ცემენტო-ბეტონის საფარი, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში გზა არ დაზიანდება. მასშტაბური პროექტი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა. 2 საათი 8 საათის ნაცვლად ახალმა გზამ მანძილი ზუგდიდსა და მესტიას შორის 4-ჯერ შეამცირა. ამ ეტაპზე 116 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა უკვე დასასრულს უახლოვდება. ზუგდიდი მესტია ლასტილის ისტორიული გზის საფარის ბოლო ნაწილი დღეს დააგეს. ჩვენი სამსახურები 2 წლის განმავლობაში ამ გზის მშენებლობით იყო დაკავებული და დაახლოებით 1500 კაცამდე მუშაობდა ერთდროულად ამ გზაზე. 4 ასფალტის ქარხანა შევქმნით აქ, 2 ბეტონის ქარხანა, უამრავი ქვის სამტვრევი, ესე რომ ეს იყო კომპლექსი მთელი წარმოებების, რომელმაც ეს ულამაზესი გზა მოგვცა ულამაზეს რელიეფში. რთული რელიეფური პირობების გამო სვანეთთან დამაკავშირებელი გზის უმეტეს ნაწილზე ცემენტო-ბეტონის ნაწილზე კი ასფალტის საფარი დაიგო. აშენდა 2 ახალი გვირაბი. ეს ზუგდიდი მესტია ლასტილის გზის ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთია, სწორედ ამიტომ ახალი გვირაბი აშენდა. 78 კილომეტრიანი კონსტრუქციის მშენებლობა უკვე დასრულდა. პირველი გვირაბიდან 10 კილომეტრის მოშორებით გზავრებს მეორე 260 მეტრიანი გვირაბის გავლაც მოუწევთ. გვირაბები მეწყერ საშიშ ადგილებში აშენდა, რადგანაც ამ გადაადგილება კარგ ამინდში კი სახიფათოა. გვირაბებში მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს, იწმინდება გზის საფარი, მონტაჟდება განათება, იღებება ბარდიურები. იგება სავალი ნაწილის ბეტონი, მიდის ტროტუარების გაკეთება და უკვე შეგვიძლია რომ 1-2 დღეში შეგვიძლია უკვე ეს გვირაბი ჩააგდეს ზღვაში და იქნება ერთ-ერთი ულამაზესი გვირაბი სვანეთში უსაფრთხო მოძრაობა. ეს არის ავტოსატრანსპორტო გვირაბი თანამედროვე სტილის, რომელიც გაკეთდა იმისათვის, რომ ოფიციალური უსაფრთხო მოძრაობა სვანეთის მიერ ეს აუცილებლობა გამოხატულია ადვილად არის გაკეთებული არამარი, რომელიც კი ამოწესებული არის და საშუალებას უთმობა მოძრაობა. გვირაბების მსგავსად დამცავი ჯებირები და საგზაო ნიშნები საავტომობილო გზის ღია მონაკვეთსაც მონტაჟდება. პროექტი 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასზე ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული. კარგია. სვანეთის მცხოვრებლებს დიდი ხნის განმავლობაში ზუგდიდი მესტია ლასტილის გზაზე გადაადგილება უჭირდა. ამას არქივში შემონახული ფოტოებიც მოწმობს. გზა 30-იან წლებში გაიჭრა. რეკონსტრუქცია მას კომუნისტების პერიოდში ჩაუტარეს, თუმცა მსგავსი მასშტაბური რეაბილიტაცია მშენებლობა ზუგდიდი მესტია ლასტილის გზაზე არ ჩატარებულა. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ გადაადგილების პრობლემა მოეხსნათ ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს. გასულ წელს სტუმრობდი სვანეთს, ძალიან მომეწონა და წელსაც გადავწყვიტე ჩამოსვლა. კარგია რომ გზები უმჯობესდება, რადგან ადვილად შევძლებ გადაადგილებას. განკარგა და გაკეთებული ყველა მოყოლია. როცა მთელი სუტკა უნდა და ზუგდიდამდე ჩასვას ახლა საათებში ჩახვალგასი და საშიშროებებიც არ არის. ზუგდიდი მესტია ლასტილის ახალი გზა იმ პროექტის ნაწილია, რომელიც მესტიის ევროპის სამთო სათხილამურო კურორტად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში 2 წლის განმავლობაში აშენდა 4 ასფალტის და 2 ბეტონის ქარხანა. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მესტიაში რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს კიდევ.